მოგესალმებით თამარ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებას, ინდესის და პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში. იცით რა, მე ეს ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი თქვენის ნებართვით ამ საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ ოპტიმიზმის საფუძველი აქვს, ცალსახად არ აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ის განცხადება ოპტიმიზმით გამსჭვალული არ არის, ჩემი აზრით. ის რომ შესაძლებელი იყოს რაღაცა ამ საუბარში, რა თქმა უნდა, პაპუაშვილმა იცოდეს ჩემზე და თქვენზე მეტი იმის შესახებ, რა ისაუბრა კობახიძემ მარკო რუბიოსთან, ესეც სალსახად შესაძლებელია და ეს ასეც არის, მან წეს თქვენზე მეტი უნდა იცოდეს. შესაბამისად, შეიძლება თუ არა იქ ყოფილიყო რაიმეზე ლაპარაკი, რაც მიანიშნებს სიტყვა გადატვირთვაზე მე თქვენს ეთერში, თქვენთან არა, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ ვისაუბრე, რომ ამ რაღაცა გვიანი საბჭოთა კავშირის იდიოტური ტერმინი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გააღვიძა ისე როგორც თერგის შარმანაშვილი გამოაცოცხლა და რეანიმაცია მოახდინა ფრანკენშტეინივით, არ არსებობს ესეთ შეერთებული შტატები არც ერთ შემთხვევაში ესე არ უყურებს ამათ რაღაცა შაპიტოს, რომ ამათთან რამე გადატვირთვა შეიძლება იყოდეს. აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, სადაც ერთგვარი ანტაგონიზმი არსებობს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, გეოპოლიტიკური მოცემულობა, როცა ფართო რეგიონში რუსეთს ფართო მასშტაბიანი აგრესია ხორციელდება უკრაინის შეღო და ეს კონფლიქტიც რაღაცა ნელ-ნელა რეზოლუციისკენ მიდის და მძიმე ვითარება ახლო აღმოსავლეთში. აი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩემი აზრით ერთის მხრივ საქართველოს და მეორეს მხრივ კონკრეტულად საქართველოში ანაკლიის ღმერთლოვანი პორტის საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი ინტერესის სფეროში ხვდება. აი ამაზე ცალსახად შემიძლია დადასტურებულად აქ კობახიძეზე მეტი ვიცი, რომ ეს ანაკლია მათთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი. ეხლა დალა გადატვირთვა სიტყვა დავივიწყოთ, მაგრამ იყოს რაღაცა ნიშნები გარკვეული დაალაგებისა, მე მაინც ქმედებებისკენ გავიხედავდი, ქმედებები ჯერჯერობით აჩვენებს, რომ ივანიშვილი ისევ იმ პაკეტშია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში შედის, მაგრამ მაინც ამ საკითხს უნდა მოვეკიდოთ ფრთხილად და რატო ქალბატონ თამარი, თუ კი არა ვინმეს ამათ ვუფრთხი, იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ აი ამათ ესმით ესენი არიან რუსები. ხო, რუსს ერთი რამ ვიცი მთელი ცხოვრება, რაც პირველად წავიკითხე რუსის შესახებ რამე ცხოვრებაში, რომ მარტო ძალა ესმის. აი კეფაში თავის თავში წამორტყმის გარდა, სხვას არაფერს პატივს არცემს. ვინმე თუ არის ვინც კეფაში წამოარტყავს, მე შეხედავს და ხელს ვერ დაუბრუნებს, აი იმას ითვალისწინებს რუსი. რუსს სხვას არაფერს არ ითვალისწინებს. ივანიშვილი არის ესეთი კლასიკურად ჩამოყალიბებული რუსულ კოლონიალიზმში აღმოცენებული ადამიანი. მისი აზროვნება ამაში აღმოცენებული. შესაბამისად, ჩემი აზრით, ერთადერთი შემაკავებელი დღეს ცივილიზებულ სამყაროში, ერთადერთი შემაკავებელი საერთაშორისო ველიდან ივანიშვილის აი ამ აღვირახსნილი რუსეთზე ჩაბარების ამ ქვეყნებს არის შეერთებული შტატები, დღევანდელი შეერთებული შტატები, ტრამპის შეერთებული შტატები, ისეთი როგორიც ის არის. ანუ ისეთი როგორც ძალას ასრულებს. შესაბამისად, მე მგონია, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ისინი არიან სწორი შემაკავებლები და ჩვენ არ უნდა უგულებელყოთ ეს როლი შეერთებული შტატების და მე არ მინდა ამიტომ რომ რაღაცა კვეთრად ისეთი განცხადებები გავაკეთო, რომელზეც არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია. ჩვენ ჩემი აზრით საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი ყველას ინტერესში არის, ყველა საქართველოს პატრიოტის ინტერესში იქნება ის, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის ადგილას მოსვას ქართული ოცნება და ქართული ოცნება შეაწყვეტინოს ამ ქვეყნის რუსეთზე ჩაბარება. მეორე ფაქტორი ასეთი, რომელიც ძალას წარმოადგენს, ეს არის ქართული ხალხის ნება. დამთრგუნავი უმრავლესობის ნება, რომელიც გამოხატული შეიძლება იყოს მშვიდობიანი პროტესტით, საარჩევნო ურნებთან შემდგომ, აი ეს ორი ფაქტორი, ორივეზე არის აქტიურად სამუშაო და ორივე არის აუცილებლად მხარდასაჭერი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატების აი ეს როლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლია, ამიტომ ფრთხილად ვეკიდები და ვიმედოვნებ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს საკითხის გადაჭრა შეერთებული შტატების მხრიდან მოხდეს და თავისი როლი შეერთებული შტატებმა ითამაშოს, იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა არის არა მარტო შეერთებული შტატების ინტერესებში, ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესებშიც ქართული ანაკლიაში ღმერთლოვანი პორტი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არ ვაკეთებ წარსულის მაგალითებს, არ ვაკეთებ რეფერენსებს ძველ დროზე, სადაც ამერიკა თავის როლს სულად ასრულებდა. დღეს გუშინ აგერ სომხეთში
ტრამპის ადმინისტრაციამ ისეთი მყარი გარანტიები შეუქმნა პაშინიანს, რომ პაშინიანს დღეს თავაწეული წელში გამართული შეუძლია ის გააკეთოს, რაც უნდა. მაგალითად შევიდეს ევროკავშირში. ტრამპი და ევროკავშირი, ტრამპის ამერიკა და ევროკავშირი ერთმანეთთან კარგად არ არიან. ოღონდ პაშინიანს ხელს უწყობს ეხა ევროკავშირში შესვლისკენ ის მოცემულობა, რომელიც დააყენა ტრამპის მიერ ზურგის გამაგრებამ და სტრატეგიულ პარტნიორობამ შეერთებულ შტატებთან. ამიტომ ეს შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ისე რა შედეგი მოყვება ამას აქაც ქვეყნის შიგნით ადგილზე და თქვენ არაერთხელ ახსენეთ თაზო ანაკლიის სპორტი და მოდით მე მინდა კიდევ ერთი ფრაგმენტი წაგიკითხოთ შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებიდან ანუ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან რომლის ხელმძღვანელი და თავმჯდომარე ამბობს რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში პაპუაშვილი ამბობს იმის მიუხედავად რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობა იყო დაინტერესებინათ არა მხოლოდ ამერიკელი ინვესტორები არამედ ამერიკის ხელისუფლება რათა მას საკუთარი ბიზნეს სექტორი წაეხალისებინათ რომ ანაკლიის სპორტში ჩაედოთ ინვესტიცია სამწუხაროდ ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ და ბიძინა ივანიშვილიცო სწორედ ამას გულისხმობდაო როცა მან თქვა რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში რომ ინტერესი ეკონომიკური მათ არ ქონდათო რას ნიშნავს ეს განცხადება ну აი არ ვიცი აი მე ზოგადად ვიცოდი რომ homo sapiens-ი დანარჩენი სახეობებისგან იმით განსხვავდება რომ ის გონიერი არსებაა გონიერ არსებას ერთ-ერთი ის განსაზღვრავს რომ მას რაღაცა სირცხვილის გრძნობა გააჩნია სირცხვილის გრძნობა აი ამას ეს ფსიქოლოგიური მექანიზმი აქვს ეს არსება საქართველოს პარლამენტის იმ ტრიბუნიდან რო გამოდის ყოველდღიურად ესეთი უსირცხვილო არარაობა როგორ არის საკუთარი თავის აი ამ დონის პატივისცემა როგორ არა აქვს აი ესეთი სისულელები არ ლაპარაკობს უბრალოდ მართლა მოუხსნელი არის ბლეფაობს, იტყუება, ტაკი მასხარაობს, აი არაფერს, რასაც ზრდასრულ მამაკაცს შეეფერება, აი არაფერს ესეც არ აკეთებს. სამარცხვინო ტაკი მასხარა არის, როდესაც ასეთ რაღაცებს იძახის. ანაკლიის სპორტში ამერიკელებს ინტერესი გამოხატული აქვს ანაკლიის სპორტის იდეის ჩასახვის მომენტიდან. შეგახსენებთ ანაკლიის კონსორციუმის პარტნიორთა ჯგუფს, რომელიც იქ შედიოდა. ანაკლიის სპორტში ამერიკელ ინვესტორებს ზურგს უმაგრებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი. ის უმაგრებდა პირდაპირ ოფიციალური ღია განცხადებები. კი, მაიკ პომპეოს განცხადება გვახსოვს წლების წინ. ბიზნეს ინტერესს კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნეს ინტერესს ანაკლიაში უარი უთხრა ივანიშვილის ხელისუფლებამ. ივანიშვილმა პირდაპირ ცნობილი ფრაზით რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებს, აი ამ ფაბულიდან გამომდინარე იმითი თუ რაც გაუკეთა ანაკლიის კონსორციუმს კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში. მაშინ უთხრა ქართულმა უცნებამ არა ანაკლიაში ამერიკელ ინვესტორებს. აი ეს ზღაპარი ეს ბინძური სისულელე. ხო და ნუ ანდრეულის ჩამოსვლაც ახლა სულ რამდენიმე დღის წინ იყო ეს ვიზიტი, ხო და ესეც ღიად მიუთითებდა მისი მარშრუტი თუ შეხვედრების გრაფიკი პირდაპირ ღიად მიუთითებდა ანაკლისადმი ინტერესი აი რაღაც თავის მართლებას ხო არ გავს თაზო ეს განცხადება რა თქმა უნდა თავის მართლებას კი არა ტოტალური კრახია ქალბატონ თამარ ტოტალური კრახია სინამდვილეში ანუ ის ერთ-ერთი რაც ცალსახად შემილია თქვა ეხა ეს აი ამ ტყუილის მიღმა ინტერესებთან დაკავშირებით ანაკლისთან მიმართებაში ის რომ ჩინელებს არ აქვთ ინტერესი ის რომ ჩინელები ვერ ახერხებენ გეოპოლიტიკური მოცემულობის გამო ქართული ოცნების სიმყარის გამო კი რომ ვერ ახერხებენ ვერ შედიან აქ იმიტომ რომ ხო ერიდებიან ამ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობას და იქ შესვლას იმიტომ რომ იქ ამერიკის ინტერესი მაღალი არის ანუ ანაკლისში ხوار შემოვიდნენ აი ის კომპანია ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია CCCC ის ხوار შემოვიდა სად არის ერთი კვირის წინ შემდეგ ერთ კვირაში გამოაცხადა ზაფხულში თქვა წინა წლის აწ უკვე გაქცეულმა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ისიც რომ ეს სუსის შენობიდან შეხვედრიდან გამოვიდა იმ კაცმა დავითაშვილმა ეს კაცი ამბობდა სხვათა შორის დავითაშვილი ამბობდა სხვათა შორის სანამ სუსში შევიდოდა სათათბიროთ ევროპის ენერგომომავალზე მანამდე ამბობდა რომ კაცო ერთ კვირაში გეტყვითო ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია რომ გამარჯვებულიაო და ის ერთი კვირა ბევრჯერ გავიდა ბევრი ერთი კვირა გავიდა ბევრი ისეთი კვირა გავიდა სადაც მათ შორის მას შეუყენეს წყალი და საციხოდ გაუხადა საქმე ამიტომ ის რომ ჩინელთა პარტნიორობა კრახია ეს გამოჩნდა ის რომ მულტილატერალიზმი საგარეო პოლიტიკა ეს იდიოტობა რომელიც ქართულ ოცნების აი მუნიჭო ხალხის ტვინში მოიხარშა ეს კრახია ორი ვექტორი აიღეს დასავლეთთან ურთიერთობა ფურცელზე დატოვეს ჩინეთისკენ ვექტორი აიღეს და მინდა გითხრათ რომ
წინა წლებში 24 წელს იყო 6 მილიონი ჩინეთთან შემოსული პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, 6 მილიონი დოლარი ჩინეთიდან და 2025 წელს იყო 30 მილიონი დოლარი. ეგ არის მთელი ისა, რა ქვია, შედეგი სტრატეგიული პარტნიორობის. ან ექსპორტში არ შემოვიდნენ. არაფერი, ერთადერთი ტურიზმში გაიზარდა, ჩინელი ტურისტების წვლილი ქართულ ტურიზმში გაიზარდა, მე მგონი რაღაცა 4%-დან 5%-მდე. აი ამაში ვცხოვრობთ, აი ამ ტყუილში ვცხოვრობთ და მეორე ხაზი აიღეს იმაში, რა ქვია, ახლო აღმოსავლეთში სიარულის და იქ დატირების იმების ტერორისტების და აწი იმდენი სატირალი გაუხდა, რომ ვეღარ აუდიან. ხო, იქაც კარგი დაუნთავდა, ამიტომ ეს რაღაცა ტაკი მასხარაობა აუცილებლად მორჩება. ამის გარანტორი საერთაშორისო ველზე ჩემის აზრით, ამის გარანტორი და ჩვენი მოკავშირე, ქართული პატრიოტების, ჩვენი ყველას მოკავშირე ამ საქმეში შეერთებული შტატები ცალსახად არის. ამიტომ ეს ძალიან კარგად გამოსაყენებელი ინსტრუმენტია ჩემი აზრით.